მოგესალმებით. Პირდაპირ გეტყვით, მივესალმები ამ დარბაზში რამდენიმე კრიმინალს და არა ქართული ოცნების დეპუტატს. Პირდაპირ გეუბნებთ, ყველას არ ეხება, მაგრამ ამ დარბაზში მე ვხედავ რამდენიმე დიახაც კრიმინალს, ჩვეულებრივ კრიმინალს. ბატონი კობახიძე 1 და ბატონი ენზელ კოიანი. ეს არის 2. და ახსნი რატო? 1 წუთით რა, 1 წუთით შე და მე რეისაუბრე. კეთილი ინები და მომისვენე და მე რეისაუბრე. ენზელ კოიანი ყავთ აქ ადამიანი, აქ ეხა ხდომა დაიწყეთ ერთ-ერთმა თქვენმა დეპუტატმა. გთხოვთ, გეყოთ. მოთმინება და მომისვინეთ. როდესაც დაიწყო საუბარი და მიესალმა საოცარ განვითარებას და პროგრესს ქვეყანაში. წარმოუდგენელ პროგრესს და სალომე ზურაბიშვილის არჩევას დაარქვა წარმოუდგენელი განვითარება დემოკრატიული პროცესისა. თქვენ სინდისზე არის დიახაც როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში და ეს ეხება დიახაც ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს, მეორე ახალქალაქში განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე, სადაც 4 ადამიანი უმოწყალოდ იყო ნაცემი იარაღის ტარებით და რას ბედა შენ ვიღაცა გვარი წარვიცი შენ 4 ერთი ხმა მაინც თუ ამოგიღია და გითხრას ან დაგიგბია როდესაც შენი წევრები აი აქ შენი კოლეგის მეთაურობით ენზელ კოიანის მეთაურობით შევარდა გრიგოლ ვაშაძის შტაბში და გაუხეთკეს თავები და სახეები და მესამე დღეს ვიდრე ესე თავში წონებ ვიღაცის წინაშე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ებრძვის სიკვდილს დიახაც ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი დიახაც ეს არის სისხლიანი არჩევნები რომელიც თქვენ ჩაატარეთ ძალადობაზე ვსაუბრობ აღარ ვსაუბრობ გაყალბებაზე იმ კრიმინალებზე რომელიც თქვენ წაახალისეთ და რომელიც ჩაიბით და თქვენ ვეხტებით მეტაპობრიواد სხვაფრით ადევნებთ ალბათ თვალყურს ხო იარაღიდან ისრიან ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქში იმიტომ რომ ვარში ხართ ამ ხალხთან ხახდო და არ გეგონოთ რომ ხართ გამარჯვებულები დიახაც არ გეგონოთ რომ ხართ გამარჯვებულები ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბური ძალადობა რომელიც გაახორციელა თქვენმა გუნდმა და თქვენ ბატონო კობახიძე ხართ დამნაშავეების მფარველი, როდესაც დამნაშავე ენზელ კოიანს აცხადებს გმირად, დიახაც თქვენ ხართ ასევე დამნაშავე, მათ შორის მართლმსაჯულების წესითაც, ვინაიდან კანონის თანახმად დამნაშაულის მფარველიც დამნაშავეა. და არ აკავთ არანაირი მორალური უფლება ისაუბროთ იმ რიხით, როგორც ეხა საუბრობთ, მაგრამ მე ვიცი რატომაც საუბრობთ, უბრალოდ თავს იწონებ და რაღაცა შეიძლება პრემია გამოგიწერონ, ვიღაც საერთოდ გვარი და სახელი თუ იცის ვინმე. ჩვეულებრივი მოძალადე ყავთ მეთქი აქ დარბაზში, ჩვეულებრივი მოძალადე ენზელ კოიანი და რამდენიმე დღეში თქვენ მათ შორის იხილავთ რამ მასშტაბის გაყალბებას ქონდა ადგილი და ამ ვიდეო კადრებს იხილავთ. და კიდევ ერთი როგორც მინიმუმ ძინე დამნაშავე აღმოჩნდება ამ დარბაზში. და შემიძლია ეხავე დაგიანოსოთ ერთ-ერთი იქნება ბატონი ოქიაშვილი დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი. ამიტომ თქვენი ყვირილის და წევილის არავის არ ეშინიათ. თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები. და ბრმამორჩილებაში მყოფი ადამიანები. ყველას არ ეხება, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით ხართ და ნაკლებობას არ განიცდის თქვენი გუნდი. ბიძინა ივანიშვილის ბრმამორჩილობაში მყოფი ადამიანები ხართ. მოგლეთ, პირველ რიგში ეხა თუ შეიძლება 30 წამი რომ დამიმატოთ რა. 1 წუთით. ჯერეთიც აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზი. სკოლის დაასრულებინეთ. ლოცნებაში ვინც ითხოვს გამოძიებას სკოლის დირექტორის ყველობის ფაქტთან დაკავშირებით? ან რა მოტივაცია, რატო ვიდაიდან ერთად თამაშობდნენ რასად როდის ამიტომ? და სხვებს არა? თქვენ არ გეხებათ? თქვენ რატო არ მოვაწერეთ ხელი? აი თქვენ რატო არ მოვაწერეთ? რატო არ შეუერთით იმოთ თქვენ დეპუტატს და რატო არ ითხოვთ გახარიასგან გამოძიებას? იმ კრიმინალი გახარიასგან რომელმაც ჩაიდინა სამეგრელოში. და იმ ადამიანის გარკვეულწოდ იმ ადამიანის სინდისია. ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და მათ შორის სიცოცხლე. თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ სხვათა შორის. და ყველა გასამართლდებით დრო მოვა. და დღეს მთელი ტრაგედია დამშვიდდით. თუ ვერ მშვიდდებით, შეგიძლიათ იმკურნალოთ, წამალი მიიღოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ.
თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. ტყუილებს ნუ აღწელებ. დაწყნარდით, დამშვიდით, ხო? ძალიან კარგი. ხა მე იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში სიმართლე გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს ქართულ ოცნებასთან და არავითარ შემთხვევაში ხმა ჩაიკმიდე ეხლა. გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში. წყნარად იჯექი მან. ცირკი დაიწყო თქვენმა კოლეგამ ბატონმა ნიკა მელიამ. ცირკი დაიწყო ნიკა მელი. მანდატურს ხო ჩაერიოს. კოლეგებო, გთხოვთ თავი შეიკავოთ. მოგვიწყეს კლოუნა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, გთხოვთ თავი შეიკავოთ. ასე ხვდებიან ისინი საკუთარ მარცხს. ამ კლოუნადით შეხვდა ბატონი ნიკა მელია ნაცმოძრაობის წარე დამარცხებას, რასაც ჩვენ პირდებოდით. ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავყმა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები ესენ. კორექტულად ბატონო ნიკა. კორექტულად. კოლეგებო, გთხოვთ. მანდატურს ხო ჩაერიოს, კოლეგებო. აი ვისი ბრალია. კლოუნა და მოვაწყო ნიკა მელიამ და მიხედეთ საკუთარ მე რამდენად უნდა მოვაწყოს კლოუნა და ნიკა მელიამ.